ეხლა ჩვენ ვისაუბრებთ მატრიცაზე და თავიდანვე ვიტყვი და ამ ვიდეოშიც და შემდგომ ვიდეოებშიც შემდგომ განვავითარებთ ესეთ ვერსიას. დედამიწის აგებულებასთან დაკავშირებით, ანუ ბრტყელი დედამიწის აგებულება და ისე თქვა ბრტყელი დედამიწა გაყალბებული ისტორია და მატრიცული სიმულაცია და ასევე ეს ყველაფერი ერთად ისე რომ შევაერთოთ, რომ ბიბლიური შესაქმის ისტორიაც არ განეიტრალდეს და არ ვყოთ, ეს ყველაფერი ერთმანეთში რომ შევათავსოთ. ამიტომ მოვიფიქრე ესეთი ვარიანტი, ანუ D1 ვერსია და D2, ანუ დედამიწა 1 და დედამიწა 2. ასევე D რო წარმოვიდგინოთ როგორც 3D, 4D, ანუ 3D, 4D, 5D განზომილების ამბები რა. სანამ ტექსტს წავიკითხავ, ესე იგი რაღაცები ჩანახედები მქონდა. დაახლოებით ეხლა შეგახედებთ, როდესაც ვიტყვი D1 ვერსიას ან D2 ვერსიას, რაზეა საუბარი, რო იცოდეთ ამ ტექსტში და შემდგომ ვიდეოებში კიდე. მე კიდე შეგახსენებთ. აი წარმოიდგინეთ რაზეა საუბარი. D1 ვერსია იყოს ეს, D2 ვერსია იყოს ეს. ანუ D1 ვერსია იქნება რა? სიმულაცია, ხო, მე აი ტექსტი წავიკითხო თვითონ ტექსტი წავიკითხო ამონარიდი, ბოდიში, ამონარიდი წავიკითხო, რომ არამერიოს. ახლა D1 ვერსიის მიხედვით ამ სტიქიებისა და ამინდების პროგრამას ნაწილობრივ უცხო ცივილიზაცია ახორციელებს უცნობი ტექნოლოგიების დახმარებით და ნაწილს კიდევ ანგელოზთა დასები მართავენ გუმბათში არსებული ზესკნელი კარიბჭეების დახმარებით, მეშვეობით და იქიდან წარმოიქმნება გარკვეული ამინდის პროცესები. ხოლო D2 ვერსიის შემთხვევაში ჩვენ ჩაკეტილ სიმულაციურ თამაში ეს ყველაფერი უბრალოდ თამაშის ერთგვარი დამატებითი ჩაშენებული პროგრამაა. ეხლა არამერიოს ერთმანეთში არ მინდა რომ ამერიოს. ანუ წარმოიდგინეთ, ეს გახლავთ ბრტყელი დედამიწა, უბრალოდ ეს კიდეები სად არის, ანტარქტიდასთან თავდება თუ სად თავდება, ეგ არ ვიცით, თუ იმის იქით სადამდე გრძელდება, ანუ დედამიწის დასასრული და ბოლო ჩვენ არ ვიცით. მოკლედ ერთი გუმბათი და მეორე გუმბათი, ერთი ვარიანტი და მეორე ვარიანტი. ანუ D1 ვერსია, ეს ვარიანტად ავიღოთ, რომ D1 ვერსია არის ის, რომ ის რაც ბიბლიაში წერია, შეიქმნა სამყარო, ღმერთმა შექმნა სამყარო და ანუ ყველაფერი, ესე იგი, უბრალოდ ამ ხელოვნურ ამინდებს ნაწილობრივ უცხო ცივილიზაციები, ანუ მფრინავი თებშებით და რაღაცებით აკონტროლებენ, 50% რო ვთქვათ, მეორე 50% ბუნებრივად რაც ითვლება, ანგელოზთა დასები აკონტროლებენ მაგას უკვე ზესკნელი კარიბჭეების მიხედვით, აი გუმბათში შაშენებულები რაც არის, ეხლა ეს სქემები მე რაც მიჩვენებია და ვინც იცის, ეხლა ყველა ფოტოს ერთად ვერ გაჩვენებთ რა. მე მომავალში პრეზენტაციები კიდე მექნება, გადავამუშავებთ ამ ინფორმაციებს. მოკლედ ბიბლიის შესაქმის მიხედვით, ანუ ბიბლიის შესაქმე თუ მოხდა მხოლოდ ამ ტერიტორიაზე თუ რეალიზდა, მაშინ ეს არის D1 ვერსია და შესაძლებელია იყოს მეორე ვარიანტი, რომ სინამდვილეში ბიბლიის შესაქმის ვარიანტს ვერცეთ შემთხვევაში ვერ გამოვრიცხავთ. იმიტომ რომ ბიბლია ჭეშმარიტებაა. ანუ უბრალოდ ბიბლიის შესაქმე რეალიზდა ან ამ შემთხვევაში, ან ამ შემთხვევაში. ჩვენ ყველა ვარიანტში აი აქ ვართ, ჩვენ ვართ აი აქ და თუ მეორე ვარიანტია D2 ვერსია თუ არის, ეხლა არ ვიცი რამდენად გასაგებად ხსნი. D2 ვარიანტი თუ არის, სინამდვილეში ჩვენ როდესაც ბიბლიაში გვიწერია რომ ღმერთმა შექმნა სამყარო, მიწა, ასე ვთქვათ, ხმელეთი და ასე შემდგომ, სინამდვილეში ეს კი არ შექმნა, აი ეს გარე ტერიტორია შექმნა. უბრალოდ დემონებმა შექმნეს სამყაროში, ანუ სამყაროში სამყარო რა, ანუ პლანეტაში პლანეტა რა. და fake ვერსია, სადაც აქ უკვე D2 ვერსიის შემთხვევაში ჩვენ აუცილებლად გარეთ გვძინავს და ჩვენი ავატარებით ვიღვიძებთ თამაში რა. ძალიან დიდი თემაა, ხო ხვდებით? მოკლედ D1 ვერსია ეს არის D2 ვერსია მეორე ეს არის, რომ ნამდვილი მზედამთვარე ჩვენი გუმბათის გარეთ არის და ეს მზედამთვარე და ეს ყველაფერი არის ხელოვნური პლუს სიმულაცია, აი ყველაფერი ერთად რა, მოკლედ. ეხლა დანჩეს ნელ-ნელა გაიგებთ რა. ანუ D1 ვერსია შიდა სიმულაცია და მეორე გარე სიმულაცია, მოკლედ. დანჩენ დეტალებს მე კიდე გავაგრძელებთ, დავიწყოთ. სინამდვილეში ვინ არიან გამოღვიძებული ადამიანები? გამოღვიძებული მაღალი ცნობიერების მქონე ადამიანები არიან. გამოღვიძებულები მაღალი ცნობიერების მქონე ადამიანები არიან. ეს ის ხალხია, რომლებიც ღრმად გრძნობენ და უფრო ფართოდ ხედავენ, ვიდრე მიღებულია. მათ ემპათებს უწოდებენ და ისინი სხვა ადამიანებსაც აღვიძებენ.
მათთან ყოფნისას კი ყველა ნიღბის მოხსნა გინდება. მათი ავთენტურობა როგორც ფანარის სიბნელეში ისეა და გარშემო ყველაფერს ანათებს. მთელ ტყუილსა და ილუზიას ააშკარავებს. მანიპულაცია მათზე არ მუშაობს. შიში, დანაშაულის გრძნობა და ზეწოლა ამ ყველაფრის გვერდის ავლით ხდება. მათ ძლიერი შიდა მხარდაჭერა და ბასრი ინტუიცია აქვთ. ასეთი ადამიანები სიცრუეს მაშინვე გრძნობენ. ისინი არ სხედავენ. ეს ხალხი ინსტრუქციების გარეშე ცხოვრობს. სისტემას კარგად გაკვალული გზები უყვარს, მაგრამ ეს ადამიანები საკუთარი გზით მიდიან, ნამდვილი გზით და რჩებიან რეალურებად იქ, სადაც სხვები მიილტვიან, რომ კომფორტულები იყვნენ. მატრიცის 6 დონე. ყველაფერი, რასაც შენს გარშემო ხედავ, ეს არა უბრალოდ რეალობაა, არამედ ეს რთული, მრავალდონიანი და ზოგჯერ ძალიან დაუნდობელი თამაშია. ყველა ჩვენგან საკუთარ დონეზე წვდომა აქვს. ახლა გაიგებ თუ შენ რომელ დონეზე თამაშობ და სად შეიძლება მოხვდე მომავალში. პირველი დონე, მძინარე. პირველ დონეს მძინარე ეწოდება და მან არ იცის რომ თამაში იმყოფება. მისთვის ცხოვრება იგივე ავტოპილოტის რეჟიმზე ყოფნაა. სამუშაო 9-დან 6 საათამდე, ოჯახის შექმნა და კრედიტების აღება. ის უცხო სცენარს მიყვება, ისე რომ კითხვებსაც კი არ ასვავს და მისი დევიზია ხალხში ასეა მიღებული. თუ კი შენ ამ ვიდეოს უყურებ, მომილოცავს, შენ უკვე ამ პირველ დონეზე აღარ ხარ. მეორე დონე, გამოღვიძებული. მეორე დონე გამოღვიძებულია. შენ დაწყაპუნებას გრძნობ. შენ უხილავ ძაფებს ხედავ. სოციალური ლიფტების მოხმარების მატრიცა, რომელიც შიშითა და სირცხვილით მართავს. შენთვის არასასიამოვნო და სახიფათოა. თითქოს და თამაშის კოდი დაინახე და არ იცი ამას რა მოუხერხო და სხვათა შორის ძალიან ბევრი აი ამ დონეზე გაცნობიერებულ ხაფანგში იჭედება ხოლმე, საიდანაც გამოსასვლელი თითქოს და არ არის. მესამე დონე, მოთამაშე. აი ზუსტად ეს გახლავთ გასასვლელი. მოთამაშე არა უბრალოდ ხედავს თამაშს, არამედ მის გამოყენებასაც კი იწყებს. იგი ხვდება რომ თამაშის წესების შეცვლა შესაძლებელია. შეცვლი შენს ჩვევებს, შეიცვლება შენი ჯანმრთელობაც, შეცვლი შენს გარემოს და შენი შემოსავლები გაიზრდება. შენ პირველად ცხოვრებაში შტურმანობას შენს თავზე იღებ და ხვდები რომ შენი რეალობა შენი შინაგანი ინსტალაციის ანარეკლია. ეს გახლავთ მასტერის დონის გაცნობიერებული ცხოვრება. მეოთხე დონე, შემქმნელი. მოთამაშეები ემორჩილებიან წესებს, ხოლო შემქმნელები კი ამ წესებს წერენ და უბრალოდ მხოლოდ კარგად კი არ ცხოვრობენ, არამედ ისინი ქმნიან პროექტებს, კომპანიებს, ხელოვნების ნიმუშებს. ისინი არაფრისგან მთელ სამყაროებს აფორმირებენ. ასევე სხვებსაც ამოტივირებენ და მათი რეალობა თიხაა მათ ხელებში. ისინი უკვე ნებართვას აღარაფერზე აღარ იღებენ. ისინი უბრალოდ აცხადებენ, რის გაკეთებასაც აპირებენ ან გეგმავენ. მეხუთე დონე, არქიტექტორი. შემქმნელი ადამიანებზე ზემოქმედებს, ხოლო არქიტექტორი სისტემებს აკონტროლებს. ის რეალობის ტილოს ხედავს. ბიზნესი როგორ ერწყმის კულტურას, ტექნოლოგიები კი სახელმწიფოებს. ის არა მხოლოდ კომპანიებს ქმნის, იგი მთელ ინდუსტრიას ცვლის. ის არა მხოლოდ წიგნს წერს, ის ახალ მსოფლმხედველობას აყალიბებს. ის ფიგურებით კი არ თამაშობს, არამედ თავად დაფებით. მეექვსე დონე. ეს მეექვსე დონე წყარო, ამას ქვია წყარო. მეექვსე დონე არის წყარო. მეექვსე დონე სინამდვილეში არის ღმერთი. ეს უკვე ადამიანის შეუძლებელია რომ იყოს. ანუ მეხუთე დონე არის არქიტექტორი, არის ამ მატრიცის ამბავში უმაღლესი დონე ადამიანის და მეექვსე დონე უკვე ღმერთია. აქ ყველა თამაში სრულდება. არქიტექტორი ქმნის სამყაროებს, ხოლო წყარო კი თავად სამყაროა. ის თავად ენერგიაა, სუფთა ცნობიერება. მას მიზნები არ გააჩნია, მხოლოდ ყოფნა. მისი მეშვეობით რეალობა საკუთარ თავს შეიცნობს. აი მხოლოდ ყოფნაში ეს იგულისხმება, მე ვარ რომელი ვარ. ძველ აღთქმისეული სიტყვები. მე ვარ რომელი ვარ. მხოლოდ ყოფნა. მისი მეშვეობით რეალობა საკუთარ თავს შეიცნობს. სხვები მას უკავშირდებიან, რათა გაგება მიიღონ. ის თამაში არაა, ის თავად არის თამაში. და შენ რომელ დონეზე თამაშობ? უმეტესობა მეორესა და მესამე დონეს შორის არის გახლეჩილი. გაიღვიძეს, დაინახეს სისტემა, რაღაცის შეცვლაც კი სცადეს, მაგრამ ძველმა შიშებმა და სირცხვილმა კვლავ მძინარე პოზიციისკენ დააბრუნეს.
დაიმახსოვრე, ახალ დონეზე ასვლა ყოველთვის ვალუტის გადახდით ხდება, რაზეც აქამდე გვისაუბრია. შენი ძველი მეთი, შენი შეზღუდვებით, იმისათვის რომ მძინარის დონიდან გამოგვიძებულზე გადახვიდე, ამისათვის საჭიროა რომ შენი უმეცრების კომფორტით გადაიხადო. შემდგომი თავი. ბოტ პროგრამა. ყველა მეცნიერი, ყველა ჩინოვნიკი, ყველა პრეზიდენტი და ყველა ის ხალხი, რომლებსაც სიმულაციის ტექნიკური გატეხვა შეუძლია და ამას არ აკეთებენ, ესენი ყველანი 100%-ით ბოტ პროგრამას წარმოადგენენ. შესაბამისად, ადამიანები, რომლებიც უკვე მოთამაშეები არიან, ისინი საერთო მასაში არიან განზავებულები. მიახლოებით თანაბართობით 100%-დან 5%-ია მოთამაშე და დანარჩენი 95% კი ბოტი. ამის შემოწმება ძალიან მარტივია. ავიღოთ მობილური ტელეფონი და ჩვენს 100 ნაცნობს დავურეკოთ და ვკითხოთ ასეთი რამე. გამომარჯოს იოანეს, შენ გაგიგია 200 ფაქტი ბრტყელი დედამიწის შესახებ? კარგი იოანე, თუ კიდე ქალებზე ვისაუბროთ, არაა პრობლემა. და ნახავთ რომ ყურუმილის მეორე მხრიდან როგორი აგრესია წამოვა. რაზე მეტყოლებს ეს ყველაფერი? მატრიცულ სიმულაციაში ბოტ პროგრამას არ შეუძლია რომ ნებისმიერი თემა განიხილოს. ვიღაცის ბოტ პროგრამას მაგალითად ისტორიაზე აქვს ბლოკი დადებული, ანუ მის ოპერატიულ სისტემას რეალობის მონაცემების საკუთარ პროცესორში გადამუშავება არ შეუძლია და ამიტომაც მას რეალური ისტორიის მოვლენებზე ცდომა არ აქვს. და ბოტ პროგრამას სჯერა რომ ნაპოლეონი არსებობდა და მან და მისმა არმიამ, რომლებიც თეთრ მოტკეცილ შარულებში იყვნენ გამოწყობილები, პარიზიდან ცხენებით მოსკოვამდე ჩააღწიეს. პლუს ქვემეხები უგზოობაში წაახრიგინეს. რამდენიმე 1000 კილომეტრი ტალახის ზილეს, ამ ტალახიან მინდორში ღამეს ათენებდნენ და მოსკოვის ასაღებად რომ მივიდნენ, მოსკოვთანაც კი თოვლივით ფითქინა, სუფთა და თეთრი იყო ეს შარულები, რომლებიც ეცვათ და ეს ყველაფერი ასე იმიტომ სჯერა ბოტ პროგრამას, რომ ისტორიის წიგნებში მეცნიერმა ასე დაუხატეს. ის ერთი ხელით მოთამაშე იქნება, ხოლო მეორე ხელით საკუთარ თავს მიაძინებს. ანუ ბოტ პროგრამა ყოველთვის შეეცდება რომ დაგაჯეროს და შეცდომაში შეგიყვანოს, რომ ის თითქოს და მოთამაშეა. ეს ხალხი, რომლებიც ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობენ, სინამდვილეში ბოტ პროგრამას წარმოადგენენ. ზუსტად ესაა ის ხალხი, რომლებსაც ქვეყნების არსებობის სჯერათ. სჯერათ რომ არსებობს მოლეკულები და გამოგონილი ატომები. მთელი ეს დახატული სამყარო, როგორიც მაგალითად მარველის ფილმში ადამიანი ჭიანჭველაშია წარმოდგენილი. ატომურ და მოლეკულებამდე ზომის დაყვანილი სამყარო, რომელიც თითქოს და თავისი საკუთარი განზომილებითა და ცხოვრებით ცხოვრობს. ასევე მათ ჰყავთ საკუთარი ბოტ პროგრამის ბლოგერები, იმიტომ რომ ისინი ვიწრო ხედვით მუშაობენ. ისინი როგორც ცხოვრებაშია გამონათქვამი, პური მეთონემ უნდა აცხოსო. ის ვინც გეტყვის რომ პური მეთონემ უნდა აცხოსო, უნდა იცოდე რომ ბოტ პროგრამაა და ის ვერასოდეს ვერ გახდება მოთამაშე. ასევე არიან ამ ტიპის ბლოგერებიც, რომლებშიც შრომითი კვალიფიკაციებია დაყოფილი. ერთი მხოლოდ ისტორიაზე მუშაობს, მეორე მხოლოდ ბრტყელ დედამიწაზე მუშაობს. ოღონდ მარტო და ერთადერთ კონტენტს აწარმოებს და ეს მხოლოდ ბრტყელი დედამიწაა და მორჩა. სხვა კონტენტისკენ გახედვის ოფციაც კი არ გააჩნია მის ოპერატიულ სისტემას. არის ბლოგერი, რომელიც მხოლოდ დინოზავრებზე საუბრობს და ის ამ დინოზავრებზე კიდევ 10 წელი, ან კიდევ მთელი ცხოვრება ილაპარაკებს და იძრომიალებს დინოზავრების ძვლებში. მთელი ეს შეზღუდულობა რაც არის, ამ შეზღუდულობას და ჩარჩოებში ყოფნას ბოტ პროგრამა ყოველთვის გამოსცემს. ეხლა ნახოთ დამკვირვებლები ჩვენ სიმულაციაში. ჩიტები მატრიცის ვიდეო თვალთვალის რეჟიმია. ისინი როგორც დრონები ვიდეოს უღებენ და აფიქსირებენ ტერიტორიებს. ბუზები და კოღოები. ანალიზის შემგროვებლები გახლავთ. ფაქტობრივად ყველა ფრინველი და მწერი სისტემის სტატისტები არიან. ყველა თავისი ტერიტორიის ანალიზს აკეთებს. კოღოები სისხლის ანალიზს იღებენ. ბუზები ფეკალიების ანალიზს იღებენ და არკვევენ შენში რა ინფორმაციებია შემოსული. რადგან როდესაც შენ საკვებს მიიღებ, ამ დროს შენ ახალ ინფორმაციას იძენ. გეწყება ბოყინი და შემდგომ კუჩში გადიხარ, ანუ ქეშ სანაგვეს ასუფთავებ და არასაჭირო ინფორმაციებისგან თავისუფლდები. საცობში გადაადგილება ერთ ნაწილში დროებითი შენახვის ბუფერიზაციის პროცესია. სიზმარი მონაცემების განსაახლებლად სისტემიდან გასვლაა და შეგიმჩნევიათ ალბათ რომ სიზმარში არის მულტიპლეერი და როცა გაცნობიერებულ სიზმარში სხვა პერსონაჟი შეგხვედრიათ, როცა ნაცნობი ადამიანები გესიზმრებიან, ეს ნიშნავს რომ თქვენ დახურულ სერვერზე ერთად თამაშობთ.
როცა კოშმარები გესიზმრებათ, ეს ნიშნავს იმას, რომ სისტემა შენს დაფარულ შიშებს ამოწმებს, რათა შენი სუსტი წერტილები აღმოაჩინოს და შემდეგ რეალურ ცხოვრებაში მსგავსი სიტუაციების მოდელირება განახორციელოს, რათა გამოგცადოს. ახალი აღთქმა კოლასელთა მიმართ ეპისტოლე პავლე მოციქულის კოლასელთა მიმართ ეპისტოლე თავი მესამე მუხლი პირველი მუხლი უკეთო ქრისტესთან აღზდექით ზეცისასა ეძიებდით სადაცა იგი ქრისტე არს მარჯვენით ღვთისა მჯდომარე მეორე მუხლი ზეცისასა ზრახებდით და ნუ ქვეყანისასა ეს იყო ძველი ქართული ტექსტი ახალ ქართულში კი ზეცისას ფიქრობდეთ და არა მიწისას ანუ მიწიერზე ნუ იფიქრეთ ზეციურზეო აქ შეგვიძლია ვიპოვოთ ჩვენი რეალობის მართვის საიდუმლო ზეცისასა ზრახებდით და ნუ ქვეყანისასა ზუსტად ამ სიტყვებშია მთელი საიდუმლო აი შეხედეთ ახლა ძალიან პოპულარულია ტრანსერფინგის რეალობის სწავლება მთელი ეს ფიქრების მატერიალიზაციის ხელოვნება ქვეცნობიერის მოქმედების ზალა ახლა ჩვენ შეგვიძლია ვიმუშაოთ შემდეგნაირი კონცეფციით 3D რეალობა და 5D რეალობა რა არის 3D რეალობა ეს გახლავთ ჩვენი ფიზიკური სამყარო სადაც ჩვენ ცხოვრობთ მთელი ეს ფიზიკური სამყარო რომელიც გარშემო გვაკრავს და შედგება მატერიისგან აი 5D რეალობა კი უმაღლესი რეალობაა სადაც ჩვენი აზრები ბინადრობენ ჩვენი ფიქრები რომლებიც მატერიალიზდებიან ჯერ იბადებიან 5D რეალობაში და შემდგომ ეს გარდაიქმნება და გადაადგილდება ჩვენს ფიზიკურ ცხოვრებაში ამიტომაც იძახიან ხოლმე რომ გონებაში 5D რეალობიდან თავიდან უნდა წარმოიდგინოო გულიწმიდა დაბადე ჩემთან და ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა ფსალმუნის ეს სიტყვები გულისა და გონების გაწმენდის გარდა ასევე ჩვენი აზრების 5D რეალობიდან 3D რეალობაში ტრანსერფინგს აღნიშნავს ყველაფერი იქ 5D რეალობაში იბადება ახალი აღთქმა იოანეს სახარება თავის პირველი მუხლი პირველიდან იყო სიტყვა და სიტყვა იგი იყო ღმრთისათანა და ღმერთი იყო სიტყვა იგი ყველაფერი იქ საღვთო სამეფოში იბადება იდეების სამყაროში და შემდგომ შემოდის 3D რეალობაში კოლასელთა მიმართ ეპისტოლეში რაც წერია ზეცისასა ზრახებდით და ნუ ქვეყანისასა და ეს ასეც მუშაობს შენს გარშემო არსებულ 3D განზომილებას ყურადღება არ უნდა მიაქციო მიუხედავად იმისა რომ შეიძლება ვალები გქონდეს ან პრობლემები გაწუხებდეს რაიმე ნაკლულოვანება და საჭიროება გაგაჩნდეს გქონდეს აგრესია და ნეგატიური აზრები ამ ნეგატიურ მოცემულობებზე არ უნდა იფიქრო ამისგან აბსტრაქცირება გჭირდება და შენი ყურადღების ფოკუსი 5D რეალობაზე უნდა გადართო რომელიც საღვთო სამყოფელშია ანუ ჩვენი ქვეცნობიერი რომელიც ამ რეალობას მართავს სიმულაციას რომელშიც ჩვენ ცხოვრობთ და როცა ამ სამყაროდან გადიხარ სადაც შენი ეგო ანუ დემონები მართავენ ყველაფერს ეს ორი პრინციპში ერთი და იგივეა და როგორც ქრისტე ამბობს რომ როცა აქედან გადიხარ აღიღე ჯვარი შენი და შემომიდე ქმეო როცა ამ 3D რეალობიდან გადიხარ და შენი ფიქრებით სადღაც ზევით 5D რეალობაში გადაცხოვრდები შენ იქ ქმნი პირობებს სადაც შენ ვალები არა გაქვს და ყველაფერი კარგადაა კარგი ბედი გაქვს ყველაფერი გამოგდის და ყველა კარი ხსნილია შენთვის და არანაირი პრობლემა არა გაქვს როცა მთელი ამ შენი ფიქრებით იქ ბინადრობ ზეციურში მაშინ ეს უმაღლესი გონების ასე ვთქვათ ნაღვენთები ზევიდან გადმოდინება 3D რეალობაში დაიწყებენ და ისინი ამ შენ 3D რეალობაში ძალიან ჩქარა მატერიალიზდებიან ზუსტად ეს გახლავთ ტრანსერფინგის რეალობის პრინციპი დედამიწაზე 4D განზომილების მქონე ადამიანები გამოჩნდნენ მოდიშით დედამიწაზე 4D განზომილების სხეულის მქონე ადამიანები გამოჩნდნენ რომლებიც განდეგილური ცხოვრების წესს მისდევენ მეტ დროს საკუთარ თავთან ყოფნაში ატარებენ და ცდილობენ ნებისმიერი დესტრუქციული ქცევის ნიმუშისგან თავი შეიკავონ თავიანთ აზრს არ იცავენ არავისთან არ კამათობენ ჰარმონიულ მდგომარეობაში იმყოფებიან გააჩნიათ თავიანთი ზუსტად გაწერილი აზრი და არავისთან კონფლიქტში არ შედიან 4D ადამიანები სივრცეს კითხულობენ ამ ცხოვრებისეულ ნიშნებსა და ნამიოკებს ხვდებიან და ამოიცნობენ
გაცნობიერებულად იმყოფებიან კონკრეტულად ამ მომენტში, აქ და ახლა. შეუძლიათ საკუთარი ემოციების კონტროლი, ასევე შეუძლიათ გარკვეულ ინფორმაციულ და ენერგიულ დინებაში ჩართვა და ამ არხზე დაჯდომა. თვითგანკურნებისას ჯერათ. პრაქტიკაში ახორციელებენ ამ თვითგანკურნების პროცესს. ასეთი პიროვნებები სოციალურ ნიღბებს არ ატარებენ და კარგად იციან თუ როგორ მუშაობს მექანიზმი და არ ცდილობენ სისტემიდან ამოხტომას. აქ იგულისხმება მატრიცული სისტემების დინებებისკენ საპირისპიროდ არ წასვლა. მიუხედავად იმისა, რომ ისინი 3D ადამიანებისგან განცალკევებით იმყოფებიან. ისინი საკუთარ ჰობსა და სამსახურს საკუთარი სულის გამოძახილიდან გამომდინარე ირჩევენ. მეგობრებსა და გარემოცვასაც თავად ირჩევენ. არ ატარებენ სოციალურ ნიღაბს, ანუ არიან ის, რაც არიან და პირდაპირ ამბობენ იმას, რასაც ფიქრობენ. 4D-ს განსაზღვრულ სიხშირეებს ასევე აქვს სხვა განყოფილებებიც. თუ კი შენ 4D ფორმატში ოდნავ მაინც შეხვედი, ეს იმას ნიშნავს, რომ უკვე გადარჩენის გზას ადგახარ. საერთოდ ეს ყველაფერი რისთვის გვჭირდება? იმიტომ რომ მთლიანი სამყარო ამჟამად 3D განზომილებიდან პირდაპირ ეგრევე მეხუთე განზომილებაში გადადის და ჩვენ ეს ტრანსფორმაცია უნდა მოვასწროთ. შენი შინაგანი მდგომარეობის რეალობის იგნორირება, ზუსტად ეს გახლავთ საკვანძო საკითხი შენი საკუთარი რეალობის შექმნის პროცესში. ამაზე 22 ფსალმუშიც კია ნათქვამი. მუხლი მეოთხე. ვიდოდიღა თუ შორის აჩრდილთა სიკვდილისათა, არა შემეშინოს მე ბოროტისაგან, რამ შენ ჩემთან ახარ, კვერთხმან შენმან და არგანმან შენმან, ამათ ნუ გეშინისცეს მე. აქ საუბარი იმაზეა, რომ როგორი ბნელიც არ უნდა იყოს შენი რეალობა, შენ უნდა დააიგნორო იგი. არ გეშინია შენ ამ მდგომარეობის, რადგანაც უფალი შენთან არის, ღმერთი შენში ცხოვრობს. ასე შეგიძლია შენ შექმნა საკუთარი ცხოვრების სცენარი. ყველაფერი რაც შენ გაგაჩნია, ეს არის შენი ემოციური მდგომარეობა და ემოციური ფონი და თუ კი შენ მატერიალური სამყაროს რეალობას ნებას მისცემ, რომ შენს ემოციურ მდგომარეობაზე იმოქმედოს და ნეგატიურ განწყობაზე დაგაყენოს, მაშინ შენთან უფრო უარესობისკენ წავა საქმე, რადგან ამით შენი პირადი სიუჟეტის მართვის სადავეებს გაუშვებ ხელიდან. სამყარო ყოველთვის შენს ემოციურ ფონს აირეკლავს და როგორი ემოციური განწყობაც გექნება, ისეთ იქნება შენს მიერ შექმნილი ვირტუალური რეალობაც. თუ კი თავს სიყვარულისგან დაცლილად გრძნობ, მარტოობას განიცდი და მიტოვებულად თვლი თავს, მაშინ 3D რეალობა შენს წინ ისეთ ალგორითმებს აამუშავებს, რომ კიდევ უფრო მეტად მიტოვებულად და მარტოსულად იგრძნობ თავს. და ასევე პირიქით, რომ თუ შენი ემოციური ფონი შეიცავს ისეთ განწყობებს, როგორიცაა სრულყოფილება, საკუთარი თავის სიყვარული, საკუთარი თავის ღირსეული მნიშვნელობის შეგრძნება, პატივისცემა, სიცოცხლისგან სიხარული, ცოცხალი რომ ხარ ამისი სიხარული და ყველაფერი რომ მაგრადაა და რაც არ უნდა მოხდეს, მაინც სიამოვნებაში ცხოვრებ. მაშინ ასეთ სიტუაციაში სამყაროს არჩევანი აღარ რჩება. იმის გარდა რომ მან შენს რეალობაში კიდევ უფრო მეტი ქმედებები, პროცესები, სიტუაციები და ადამიანები გამოაჩინოს, რომლებიც კიდევ უფრო მეტ სიამოვნებასა და ცხოვრების სიხარულს მოგანიჭებენ. კიდევ უფრო მადლიერი და სრულყოფილი გახდები. ეს ყველაფერი რომ ამუშავდეს, ამისათვის საჭიროა რომ რეალობის იგნორირება ვისწავლოთ. თქვენი ამჟამინდელი მდგომარეობა, ცხოვრებისეული ეტაპი არის შენი ემოციური ფონის შედეგი, რომელიც ამ მომენტამდე რამდენიმე თვით ადრე იყო. იმ ნეგატიური შინაგანი ფიქრების მატერიალიზაციაში იმყოფები ახლა შენ და დროა საჭიროა რომ უკვე ამჟამად დამდგარი პოზიტივი შენს 3D რეალობაში ცოტა ხანში აიცახოს. თუ კი შენ ახლა თავს ცუდად და მარტოსულად გრძნობ, ეს იმას ნიშნავს, რომ სადღაც ადრე ეს შენ თვითონ მოიზიდე სამყაროში. ცოტა ხნის წინ წარსულში შინაგანად თავს მარტო გრძნობდი და სამყარომაც თავისი სამყაროსეული მთავარი კანონით იმოქმედა და არ დარჩა არჩევანი და შენს რეალობაში უფრო მეტი მარტოობისა და უსიყვარულობის სიტუაციები გააჩინა. ასე რომ დააიგნორეთ თქვენი პირადი ნეგატიური რეალობა და სამყაროც შეცვლის თქვენ წინაშე არსებულ ცხოვრებისეულ თვალსაწიერსაც. ქარი ჩვენი სამყარო შედგება ისეთი პროცესებისგან, სადაც არ არსებობს ლოგიკა და არ არსებობს ამა თუ იმ მოვლენის ახსნა. უნდა ვიცოდეთ, რომ ეს ყველაფერი არის პროგრამა, რომელიც მოგონილია და მოცემული ალგორითმებით ფუნქციონირებს. მაგალითად, ქარის ნაკადი შესაძლებელია ნებისმიერ ადგილზე
ჩამოყალიბდეს. ანუ იქ არანაირი ვენტილატორი არ იდგება, ისე ამოვარდება უცებ ქარი ასე არსაიდან და უმიზეზოდ. იქ კი არაფერი არ იქნება, რაც მას საწყის მისცემს. ქარი ეს არის გარკვეული ნაწილაკების უდიდესი რაოდენობა, რომლებიც ძალას ფლობენ. ამ ენერგიას შეუძლია ნივთებისა და მძიმე საგნების გადაადგილება, ხეების ამოთხრა და სახლების დანგრევა. ასე გამოდის, რომ ჰაერში ასე უცერემონიოდ და არსაიდან თავისთავად წარმოიშვება დამანგრეველი ძალა, რისი მაპროვოცირებელიც არავინ და არაფერი არ არის. მაგალითად, ჩრდილოეთის ქარი რომ ავიღოთ, მაშინ როცა რამდენიმე ქალაქის მასშტაბით რამდენიმე 1000 კილომეტრზე გადაჭიმულია ქარის ნაკადი და ძლიერი ჩრდილოეთის ქარი მხოლოდ ერთი მიმართულებიდან უბერავს, რომელიც არსაიდან წარმოიქმნება. აქ ორი ვარიანტია. ან ჩვენთვის უცნობი და უხილავი ტექნოლოგიები წარმოქმნიან ამ ქარს ხელოვნურად და ან კიდევ ჩვენს სიმულაციურ თამაში დაპროგრამებული ალგორითმი იწყებს ამუშავებას. მეცნიერება ამბობს, რომ ქარი განსხვავებული ჰაერის წნევისა და ტემპერატურების შეზავებიდან გამომდინარე წარმოიქმნება. ცივი და ცხელი ჰაერის ნაკადების შერწყმის დრო და ასე შემდეგ. მაგრამ აი საიდან ფორმირდება ტემპერატურა? ჩვენ დედამიწაზე ზაფხულზე ტემპერატურა მაღალია, მაგრამ წახვალ მთებში ზღვის დონიდან 2-3 მეტრის სიმაღლეზე და იქ თავს ყინვაში ამოყოფ. სად არის აქ ლოგიკა? რაც მაღლა ადიხარ რელიეფზე წესით, მით უფრო ახლოს ხარ მზესთან და მეტად უნდა ცხელოდეს. გამოდის, რომ ჰაერის ტემპერატურაც, ანუ ჩვენი ტერარიუმისთვის გარეთ ჩარევებით ხელოვნურად იქმნება და ან კიდევ მატრიცული სიმულაციის პროგრამა ასე აწესებს ამ ყველაფერს ულოგიკოდ და მორჩა. ბუნება საერთოდ არ არსებობს და ამასთან არანაირი კავშირში არ არის. აქ ყველაფერი ხელოვნურია. თქვენ შეიძლება პლიაჟზე იდგეთ, ან იწვეთ და იყოს აუტანელი პაპანაკება სიცხე. ამ დროს უცებ ცივი ქარი დაუბერავს. ისმის კითხვა, საიდან გაჩნდა ეს ქარი მაშინ, როდესაც მთელი ჰაერის ნაკადი გაცხელებულია და არანაირი ტემპერატურის სხვაობებთან საქმე არ გვქონია. ეს ყველაფერი ურთიერთსაწინააღმდეგო არგუმენტებია და ამ შეკითხვებს მეცნიერება ვერ უმკლავდება. სიტყვაზე ავიღოთ ტორნადო. საერთოდ იგი არანაირ ლოგიკას არ შეიცავს. ასე უეცრად დიდი ძალისა და უამრავი რაოდენობის ნაწილაკი არსაიდან წარმოიქმნება, რომლებიც ერთ წრეზე საშინელი სიჩქარით იწყებენ ბზრიალს და ზამბარისა და სპირალის ფორმებს იღებენ და მათში წარმოიქმნება გიგანტური ენერგია, რომელსაც ავტომობილის გადაადგილება, გადაყირავება და ჰაერში ატაცებაც კი შეუძლია. და მთელ ამ სტრუქტურას შეუძლია, რომ შეინარჩუნოს ფორმა და პლუს ამ ფორმით გადაადგილდეს. ამიტომაც ასეთ ბუნებაში არანაირი ლოგიკა არ არსებობს. რაც ვთქვით, D1 დედამიწის D1 ვერსიის მიხედვით, ამ სტიქიებისა და ამინდების პროგრამას ნაწილობრივ უცხო ცივილიზაცია ახორციელებს, უცნობი ტექნოლოგიების დახმარებით და ნაწილს კიდევ ანგელოსთა დასები მართავენ გუმბათში არსებული ზესკნელი კარიბჭეების დახმარებით და იქიდან წარმოიქმნება გარკვეული ამინდის პროცესები. ხოლო D2 ვერსიის შემთხვევაში ჩვენს ჩაკეტილ სიმულაციურ თამაში ეს ყველაფერი უბრალოდ თამაშის ერთგვარი დამატებითი ჩაშენებული პროგრამაა, რომელიც თავის მარშრუტზე გადაადგილდება და მუშაობს. როგორც მარტის ძლიერი ქარები, ირთვება მარტის ქარის რეჟიმი და ანგრევს ყველაფერს. ამასთანავე თითქოს და ყვავილების დამტვერვა ხდება ამით ბუნებაში. აი ახლა 19 თებერვალია და გარეთ როგორი ქარია, ინგრევა მთელი თბილისი. რატომ არის რომ ზამთარშიც ჩვეულებრივ ანათებს მზე, მაგრამ არ ათბობს? სფეროსებრი დედამიწის მოდელის შემთხვევაში და ბრტყელი დედამიწის მოდელის შემთხვევაშიც ორივე სიტუაციაში მზე უნდა ათბობდეს ყველა სეზონზე ერთნაირად და ერთნაირი ტემპერატურა უნდა იყოს ყველა ქვეყანაში და ზღვის დონიდან ყველა დონეზე. განსაკუთრებით კი დედამიწის ჩრდილოეთ ნახევარსფეროში თითქმის სულ ცივა და სამხრეთ ნახევარსფეროში კიდევ არ ცივა. სფეროსებრი დედამიწის მოდელის შემთხვევაში არსებული ის თეორია, რომლის მიხედვითაც თითქოს და ჰაერის ტემპერატურა მზის სხივის დაცემის კუთხეზეა დამოკიდებული, თუ გამოკვლევებს დეტალებში ასე ჩავეძიებით, დავინახავთ, რომ მსგავსი უარგუმენტო თეორიები მომენტალურად ინგრევა. მზის სხივის დაცემის კუთხე, როგორიც არის ჩრდილოეთ ნახევარსფეროში, ზუსტად ანალოგიურია სამხრეთ ნახევარსფეროშიც, მაგრამ აგერ ტასმანიაში ზამთარი საერთოდ არ არის
და იაკუტიაში კიდევ -60 გრადუსია. აქედან გამომდინარე, ჰაერის ტემპერატურაც ჩვენთვის უცნობი მიზეზებით იცვლება და მეცნიერებაში მოყვანილი გასამართლებელი საბუთები სინამდვილეში არც არგუმენტებს და არც სინამდვილეს არ წარმოადგენს. ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ ამინდის ცვლილებები 50 კილომეტრიანი დაშორებებით. მეზობელ ქალაქში შეიძლება თოვლი მოვიდეს და ჩვენთან კი ამ დროს მზე ანათებდეს და ცოტა ცხელოდეს კიდევაც. არადა ამ დროს მზე ორივე რაიონში ერთნაირად ანათებს ნებისმიერი დედამიწის მოდელის შემთხვევაში. ყველაფერი ეს არანაირი ლოგიკასთან თანხმედრაში არ არის და ყველა ის გამოგონილი ზღაპარი, რომელიც გეოგრაფიის ენციკლოპედიებშია მოცემული, უბრალოდ სიმართლეს არ შეესაბამება. ეს ერთი დიდი გიგანტური პროგრამაა, რომელსაც არ ვიცით ვინ ან როგორ მართავს. შემდგომი თავი ბუნება არ არსებობს. ხეები თვითორგანიზებული ბიოლოგიური მექანიზმებია. აქ როცა ვახსენებ ლაბორატორიას, რომ ასაც წავიდა, ხო? როცა ვახსენებ ლაბორატორიას და იმას როცა ვიტყვი, რომ ცხოველები და მცენარები ყველაფერი ლაბორატორიაშია შექმნილი, ჩვენ აქ ამ დროს ვივარაუდებთ რომელ ვერსიას, მე მგონი D2 ვერსიას, ხო? დედამიწის მეორე მოდელის ვერსიას, იმიტომ რომ არ ვუარყოფთ ჩვენ ბიბლიის ჭეშმარიტებას, რომ ღმერთმა შექმნა ეს ცხოველები და ისინი, შესაძლებელია შექმნა, მაგრამ ის D2 ვერსიაში რეალურ სამყაროშია გარეთ. მოკლედ რა დავლაგდებით მაგ თემაშიც. ბუნება არ არსებობს. ხეები თვითორგანიზებული ბიოლოგიური მექანიზმებია. არანაირი ბუნება არ არსებობს. ჩვენი მსოფლიო შექმნილია იმ ცივილიზაციის მიერ, რომლებმაც აქ ჩაგვტვირთეს. იმისათვის, რომ დიდი ცივილიზაცია გამოზარდონ სახელად კაცობრიობა. ჩვენთან მთელი ეს წყალი, რომელიც დედამიწაზე არსებობს, ოკეანეები და ზღვები და მდინარეები, მათთან ქვევიდან მიდის მილები. იმისათვის, რომ წყლის დონის შენარჩუნება მოხდეს, წესით წყალი მთლიანად მიწისქვეშ უნდა მიდიოდეს და იმისათვის, რომ ეს არ მოხდეს, მათ მილები ჩაყარეს და გადავსება ჩვენი ლოკაციის გარედან ხდება. და ამ მილების საშუალებით მოდის მარილიანი წყალი ოკეანეებისთვის და ზღვებისთვის. მტკნარი წყლისთვის ცალკე მილებია და განცალკევებლად მოდის, მიწისქვეშეთიდან ამოდის რა. ზოგი მიწისქვეშეთიდან ამოდის, ზოგი გარე ტერიტორიებიდან შემოდის. ამ სქემებს მე დავხაზავ. წყლისთვის ცალკე მილებია და განცალკევებლად მოდის და მდინარეების მტკნარი წყლით გამდიდრება ხდება. ასევე კიდე განცალკევებულადაა კანალიზაციის მილები, რომლებიც გარეთ გადის. ადამიანის საქმიანობით გამოწვეული დაბინძურებული მილებით ბინძური წყლების გადინება ხდება მიწისქვეშა მილებით და გაურკვეველი მიმართულებით ვერტიკალურად დაბლა მიდის. სასმელი წყლის მილები შემოდის ასევე გაურკვეველი მიწისქვეშა მიმართულებებიდან და ჩვენი წყლის გაყვანილობის მილები დაერთებულია ამ უცნობ სისტემაზე. ჩვენი წყალგაყვანილობის სისტემები ქმნიან წნევას იმისათვის, რომ წყალმა მაღალ სართულებამდე შეძლოს ასვლა და იმისათვის, რომ მდინარეების დონე არ დაეცეს, რომლებიდანაც თითქოს და ჩვენ ვიღებთ სასმელ წყალს. სინამდვილეში ჩვენ მდინარეებიდან არ ვიღებთ წყალს. მთები გახლავთ ზუსტად ის შენიღბული პუნქტები, რომლის შიგნითაც ქვევიდან წყლები მიეწოდება ხმელეთს, ყველაფერი ხელოვნურია და მილების დახმარებით ხდება მდინარეების მომარაგება. ახლა კანალიზაციის თემებზე ცალკე მექნება საერთოდ ვიდეო, შეიძლება 2-3 ვიდეო გქონდა, ერთი უეჭველი მექნება. და რამდენჯერმე შევეხებთ ამ თემას. ერთი ძალიან საინტერესო ფაქტი მაგალითად, ავიღოთ ბათუმი, ხახთ ხე ბათუმი ხო ძალიან დიდი ქალაქია რა. ახლა რაღაც დრონის კადრებს და იმას უყურებდი რა. და უბრალოდ რისი თქმა მინდა. მე ადრეც მithქვამს, რომ ქობულეთში ზღვაში მე მინახავს ფეკალიები. ბათუმშიც იქნებათ ნანახი და გადავუღიოთ ვიდეოშიც, მაგრამ ეს არის ძალიან მცირე ფაქტები. რისი თქმა მინდა, რომ ბათუმი ახლა უკვე რამხელა ქალაქი ხდება. მასშტაბებს ახლა დიდად ვერ გააფართოვებს, მაგრამ სიმაღლეში მიდის, ასე ვთქვათ, კორპუსების ხალხის რაოდენობა სიმაღლეში იზრდება რა. კორპუსების სიმაღლე რო იზრდება, აქედან გამომდინარე იზრდება რაოდენობა ადამიანების ბათუმში. ნახეთ, ბათუმი ტერიტორიულად ფიზიკურად ვერ გაიზრდება, იმიტომ რომ აქეთ ზღვა არის, დასავლეთით ზღვა არის, აღმოსავლეთით მთები ესაზღვრება და უკვე ეგრევე მაღალთიანი აჭარა იწყება იქით მერე რა. ქედა იწყება და მაღალთიანი აჭარა და ხა
ანუ ბათუმის გაფართოება ფიზიკურად შეუძლებელია. ერთადერთი რაც შეძლეს რომ გააკეთონ, ეს არის რა, ხელოვნურ კუნძულს აკეთებენ, ანუ ორი რამეა შესაძლებელი მანდ. ეხა იმ ხელამთებს ვინ მოჭრის, ხო? ანუ ორი რამეა, ანუ და იქ იმ რელიეფსაც ეხა არის, ანუ რას ვამბ, რელიეფსაც აშენდა რამდენიმე ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო, ეგ კი ბატონო ოდნავ მოჭრი პატარა მთის რაღაც ნაწილს და ესე კიბე წავა თქვა ხუთვარსკვლავიანი სასტუმროები პირველი მთების, პირველი რიგის მთები რაც ესაზღვრება ბათუმს, ხო ხვდებით რაზეა საუბარი? და ნუ გასაგები და იქ დამთავრდება. მე უკვე მაღალმთიანი აჭარა იწყება იქით რა, ეტაპობრივად და იქით რა ძირითადად კოტეჯები და ასე შემდგომ რა. ყოველ შემთხვევაში რელიეფზე გადავა, აი როგორც ახლა თბილისი და კოჯორი და ის არის, ხო? ანუ აქეთ ხელოვნურ კუნძულს აშენებენ, კიდე რას ვამბობდი და დანარჩენი მიდის კორპუსების სიმაღლეში, ხო? იქით თურქეთია, აქეთ ქობულეთი და მწვანე კონცხია, ანუ ბათუმი ფიზიკურად ვერ გაიზრდება, ანუ ერთადერთი რა ტერიტორიებიც აქვს, აითვისოს ის ტერიტორიები, ორსართულიანი სახლები დაანგრიოს და ააშენოს 20 სართულიანი და 30 სართულიანი შენობები. ანუ ხო, არ ვწდები, ხო, ეს ესეა. და ესეც იქნება, რა თქმა უნდა, პატარა კორპუსებს და ძველ კორპუსებს დაანგრევენ ეტაპობრივად შემდგომ წლებში და ააშენებენ დიდ კორპუსებს, რა, იმიტომ რომ მეტი მოგება იყოს და ლიფტების რიგში მეტი დამსვენებელი იდგეს რა. ანუ ამით რისი თქვა მინდა, რომ ხალხის რაოდენობა ბათუმში იზრდება, მაგრამ ნახეთ, გარკვეული ტიპის წყლები იქ რაღაცა შეიძლება არხის წყალი, აი მდინარეები რომ გამოდის მთებში, მდინარეები რომ მთებში მოდის, ისინი ბეტონში იქნება ზოგან ბეტონში იქნება მოქცეული და ის რა ქვია, ასფალტის და კორპუსებს შორის ბეტონის არხები იქნება გაკეთებული, საკანალიზაციო არხებივით რა. როგორც თბილისშია, მოკლედ მდინარეები რომ ბეტონებშია, რას უძახიან ამას, ბეტონის გვირაბებშია მოქცეული და უერთდება მტკვარს, ხო? რა თქმა უნდა, ესენი იქნება და რაღაცა ზოგი ტალახიანი წყალი შეუერთდება და შესაძლებელია ესე ვთქვათ, უჩუმრად და ჩუმად რაღაცა რამდენიმე აბონიმენტი, ესე რომ ვთქვათ, იყოს დაერთებული ამ კანალიზაციის, ანუ ზოგი ვიღაცა უკანონო შეიძლება დააჯდეს, სადღაც ეს ბარაკებივით შენობებია და აი ამ რაღაც არხებს შესაძლებელია დააჯდეს უკანონოდ და რას ვამბობ, რომ გარკვეული, ანუ რამდენიმე აბონიმენტი შეიძლება, ანუ რამდენიმე მოქალაქე, რამდენიმე სახლი შეიძლება ამ არხებს დააჯდეს და მათი კანალიზაცია შეუერთდეს ამ მდინარეს, მიწისქვეშა მდინარეს, რომელიც იქიდან მიწისქვეშა რა დაბეტონებული მდინარეს, რომელიც მერე ზღვას უერთდება. პატარა მდინარეებზეა და რაღაც ნაკადულებზე საუბარი. და ამან გამოიწვიოს ის ფეკალიების დანახვა ზღვაში, ან ქობულეთში, ან ბათუმში. ისიც მცირე რაოდენობით და ისიც იშვიათად. ანუ ხო ზუსტად აღწერე რაც არის, მე მგონი ზუსტად აღწერე ყველაფერი. ანუ ბათუმი, ნახეთ, ბათუმის რელიეფს შეხედეთ. ისმის კითხვა, თბილისი კიდე სხვა თემაა, მაგრამ ისმის კითხვა. სად შეიძლება წავიდეს მთელი ბათუმის ამდენი ხალხის კანალიზაცია, ფეკალიები. ანუ აი ხო არის რაღაცა რა ვიცი, აი დაქანებაში ხო მიდის წყალი, ანუ დაქანებაში. ანუ აი კარგად დაუფიქრდით. დაფიქრდით, სად მიდის მთელი ბათუმის კანალიზაცია. მე ბათუმის საკითხი ვაფშე არ შემისწავლია, იმ დღეს გამახსენდა და დღეს და რა ერთიოჯერ გამახსენდა. უბრალოდ ამას შესწავლაც კი არ უნდა. რო შევისწავლე, მე კიდე უფრო მაგარ ფაქტებს დავდებ. აი გეკითხებით, სად მიდის ბათუმის მთელი კანალიზაცია? უნდა ერთადერთი გზა არის რომ მიდიოდეს ზღვაში და ზღვაში არ მიდის. იმიტომ რომ ზღვაში რომ მიდიოდეს მთელი კანალიზაცია, ნახეთ ხალხო რაზეა საუბარი, აი უბრალოდ აი ბოდიშით და აი უნიტაში ერთ ჩარეცხვაზე, ერთ კუჩი გასვლაზე ადამიანი რამეს აკეთებს და რამდენი სიბინძურე და სარწყი მანქანის წყალი და ნაბანავების წყალი და რამდენი ჭუჭყი და ის არის. ერთ ოჯახში, ერთ დღეღამეში რამდენ ბინძურ წყალს აწარმოებს ადამიანი და უშვებს კანალიზაციაში. ეხლა წარმოვიდგინეთ ათასებზე გადაამრავლეთ. ეს წყალი, ეს თელი კანალიზაცია რომ ბათუმში ზღვაში ჩაედინებოდეს, მე გაძლევთ გარანტიას, რომ ბათუმი როგორც ტურისტული ზონა აღარ იარსებობდა. ერთი ადამიანი დედამიწის ზურგზე, არც ტურისტი და არც ადგილობრივი, ფეხს არ ჩააკარებდა ბათუმის წყალში. ანუ ფიზიკურად შეუძლებელი იქნებოდა ბათუმში ზღვაში შესვლა. ანუ მთელი ამ ხელა კანალიზაცია მე ფაქტებით გესაუბრებით. უბრალოდ წარმოიდგინეთ და დაფიქრდით. ანუ ეს რას ნიშნავს? ის მდინარეებს, ანუ ძირითადი საკანალიზაციო მილები, ანუ რაც თქვი წეგანო
მცირედი გამონაკლისის, რასაც შეიძლება მერიამ ვერ გააკონტროლოს, სადღაც იქ ბარაკებში ცხოვრობს ვიღაცა და მიწა ჩავარდა და რაღაცა ბეტონი გამოჩნდა, იქ ჩაუშვას კანალიზაცია, ეგ და ერთი-2 წელი ფეკალის რაღაცა გრანულასავით გამოტივტივდა ზღვაში. ეგ ხდება, მაგრამ მე გეუბნებით, რომ მასობრივად ცენტრალურ კორპუსები, რესტორნები ცენტრალურ საკანალიზაციო მილებს როგორც აერთებენ ერთმანეთზე, როგორც არის წესი იქა, მთელი ეს კანალიზაცია მიდის მიწის ქვეშეთში. იმიტომ რომ ნახეთ, იქით ქობულეთი და მწვანე კონცხია, აქეთ თურქეთია, ანუ საით უნდა წავიდეს. ანუ დაღმართია ესია რა, ბათუმი არის ესე. სწორია უკან მთებია, აქეთ ზღვა არის. აქეთ ზღვა არის, იქით მთები. ანუ აღმართში ხო არ წავა წყალი და კანალიზაცია. ფილტრაციას და რაღაცებზე ზედმეტია ლაპარაკი. ეგ არის ჩვეულებრივად შეუძლებელი რამე, ამხელა მთელი მსოფლიოს მასშტაბით შეუძლებელია, ამხელა მასის ეს მატრიცულ სიმულაციასთან პირდაპირ კავშირშია. ამხელა მასების გადამუშავება და ფილტრაცია. და ზოგიერთ ქალაქზე ვაფშე ისეთ რაღაცებს ბოდავენ, რომ აი კანალიზაციას ამუშავებენო და მე ისე სასმელ წყლად იყენებენო. როგორ უნდა გადაამუშავო, თქვენ ამიხსენეთ, აი დამიწერეთ დაფაზე, ან პრეზენტაცია გამიკეთეთ, ან ფილტრები გვაჩვენეთ, როგორ უნდა გადაამუშავო შენ კანალიზაციის წყალი, ისე რომ მე ის დასავლები წყალი იმისგან დასავლები წყალი მიიღო. ეს არის შეუძლებელი რამე. იმდენი სიბინძურე ჩადის იმაში, ფიზიკურად გამორიცხულია. აი მაგალითად, ეხლა რომ გამოვიდა კონტეინერები, ესეთი მიწისქვეშა დიდი აუზი კონტეინერები, რომლებიც სიტყვაზე შენ სოფელში სადაც და აგარაკზე სადაც შენ კანალიზაცია არ აქვს და შენ შეგიძლია რომ სიტყვაზე ეს $3,000 ღირს რა და სხვადასხვა ფასებია პარამეტრებიდან და ფუნქციებიდან გამომდინარე, მაგრამ დაახლოებით ღირს $3,000. აი ამ ბაკს იყიდი, ჩააგდებ მიწაში, დაადგავ ზევიდან ტუალეტს, იმიტომ რომ კანალიზაცია არსად არ არის და არ გინდა რომ ანუ თქვა სოფლის ტუალეტივით რო გააკეთებ, არ გინდა რომ აყროლდეს რა. არ გინდა რომ აყროლდეს ეს წყალი. ის მიწა არ გინდა რომ აყროლდეს და არ გინდა რომ აქოთდეს მთელი შენი კარმი და ხო? ამ ბაკს ჩააგდებ, ამას აქვს სისტემა. ეს რეალობაა. კი ბატონო, ამას აქვს ისეთი სისტემა, გადაამუშავოს ეს ფეკალიები და ისეთ იმად აქციოს, რომ მე ეს რაღაცნაირად გადის მე ნიადაგში, არც გარემოს აბინძურებდეს და არც სუნი არ დადგეს. კი ბატონო, ამაში გეთანხმები, ხელები ამიწევია. რაღაცა იქ აი ესეთ ერთი ოჯახის დონეზე არსებობს, მაგრამ შენ ეს გადაამუშავო და მე აქ რა ქვია ამას პილმენის მოსახარში წყლად მიქციო და დასალევად მაგისგან კრემი უნდა გავაკეთო და ნამსხური შევჭამ. რა სისულელია ხო ხალხს, ანუ პირდაპირ ხალხს ასულელებენ. საწავედ ეხლა ვამთავრებ რა. ხო და ამიტომ ერთადერთი გამოსავალი უბრალოდ აიღეთ რელიეფურად დახაზეთ ბათუმი, ან უბრალოდ დრონის კადრებს შეხედეთ. უბრალოდ დაგუგლეთ, ან ბათუმის ფოტოს შეხედეთ, სად შეიძლება წავიდეს მთელი ბათუმის კანალიზაცია. აი დაქანების ძალა, გრავიტაცია არ არსებობს, აი დაქანების ძალა რაც არის, ხო? აი რაც არის, სად უნდა ერთადერთი თავი მოიყაროს ანალოგიურ თბილისშიც. თავი მოიყაროს სადღაც ქალაქის ცენტრში, შუა ნაწილში და უზარმაზარი მილით ჩავიდეს მიწისქვეშა ცივილიზაციაში სადღაც ჟანდაბაში, კაცმარ არ იცის სად. მაგრამ გამორიცხული, იმიტომ რომ ერთადერთი ან ორი გზა არსებობს, ან უნდა ჩავიდეს მიწისქვეშ, ან და შევერთდეს ზღვას. აი გამოვიყენოთ შერლოკ ჰოლმსის დედუქციის მეთოდი. ანუ ან ერთია, ან მეორეა. სხვა ვარიანტებიც რო იყოს, ვიტყოდით სხვა ვარიანტებს, მაგრამ არა, სხვა ვარიანტია თეორიულად გამორიცხული. ანუ ან მიწისქვეშში უნდა ჩადიოდეს, ან ზღვაში. ან ზღვას უერთდებოდეს რა. ეს შერლოკ ჰოლმსისეული დედუქციის მეთოდი ძალიან მიყვარს. ანუ ეს რას ნიშნავს? უნდა ჩამოთვალო რეალური ვარიანტები, მერე არგუმენტირებულად ეს ვარიანტები გამორიცხო და რომელიც დაგრჩება, როგორ წარმოუდგენლადაც არ უნდა მოგეჩვენოს, აი ეს ვერსია არის რეალობა. ანუ ამ შემთხვევაში შეგეგ ორი ვერსია, სამი ვერსია ვთქვათ, ხო? წყლის ფილტრაცია, მიწისქვეშა ცივილიზაციაში ჩაშვება და ზღვაში შეშვება კანალიზაციის. ზღვაში რომ შედიოდეს, გინდა გაფილტრულად და გინდა ანუ ჯერ ზღვაში რომ შედიოდეს პირდაპირ მილებით. ამას ჩვენ დავინახავდით, ანუ ფიზიკურად შეუძლებელი იქნებოდა ბათუმი აყროლდებოდა რა. ანუ ეს წარმოუდგენელი მასშტაბებია, თქვენ ახლა უბრალოდ დაჯდე და კალკულატორი აიღო და დავუჯდები და მე დავთვლით რა. პირველი ვარიანტი გამორიცხულია. ანუ პირველი ვარიანტი ნახეთ შეუძლებელი არ არის. შესაძლებელია, მაგრამ ჩვენ ამის შედეგს დავინახავდით და ჩვენ ამ შედეგს ვერ ვხედავთ. ეს ერთი გამოირიცხა.
მეორე ვარიანტია ფილტრაცია. ფილტრაციის თემა შეუძლებელია პირდაპირ შეიძლება ითქვას. იმიტომ რომ ჩვენ როდესაც დეტალებზე გადავალთ, ყოველ 2 წამში ერთხელ უნდა იცვლებოდეს ფილტრები და ეგეთი რამე არც სამსახური არ შეუძლებს, ეგეთი და არაფერი. მე თქვენ კანალიზაციის თემებთან დაკავშირებით მოგიყვებით, რომ არსებობს საიდუმლო სამსახური, რომელიც კანალიზაციის სისტემებს აკონტროლებს. წარმოგიდგენიათ ხალხო, საიდუმლო სამსახური არსებობს. ახლა FBI და CRU არ ქვია, მაგრამ ჩათვალეთ, რომ საიდუმლო სამსახური გამოდის რა, რომელიც საკანალიზაციო სისტემებს და ეს მე შემთხვევით გავიგე რა, რომ არსებობს საიდუმლო სამსახური, რომელიც საკანალიზაციო აი ამ ამბებს აკონტროლებს. რომელთან დაკავშირებითაც ჩვეულებრივი სამოქალაქო ფორმით დადიან ამ საიდუმლო სამსახურის წარმომადგენლები. JVP და რაღაცები კი არ აწერია, როგორც წყალკანალზე JVP აწერია, ეგრე კი არ აწერიათ. არაფერი არ აწერიათ საერთოდ რა, რო იცოდეთ. და მესამე ვარიანტი, ეს მეორე ვარიანტიც გამორიცხულია. დარჩა მესამე ვარიანტი, პირდაპირ ჩაედინებოდეს ბათუმის კანალიზაცია მიწისქვეშეთში, ესე პირდაპირ. ანუ აი ბათუმის კანალიზაციის მიხედვით ჩვენ ხვდებით, რომ არსებობს მიწისქვეშა ძალიან დიდი სიცარიელეები და პლუს ცივილიზაციები, რომლებიც ამ კანალიზაციებს მიმართულებებს აძლევენ და ასევე რაღაცაში მოიხმარენ. აი ხა მაგალითად არ კიდე რა, ფეკალიების მოხმარება ძალიან ვარ დავკონკრეტდე სათბურებშიც გამოიყენება და ასე შემდეგ. აუზებით რომ ხდება ტუალეტების ამოწმენდა და რაღაცა მიაქვთ სათბურებშიც იყენებენ და გულსამრევი რაღაცებია. და დავამთავროთ ახლა ბოლო აბზაცი. შემდეგ მთელი ეს ქალაქები განთავსებულია იქ, სადაც მოწყობილია კანალიზაცია და მეტროპოლიტენი. ჩვენ უბრალოდ უკვე აშენებულ მეტროებს ხსნით. მეტროებზე ცალკე გვექნება. ასევეა ზევითაც სხვადასხვა საშუალებების მთელი სისტემებია იმისათვის. ასევეა ზევითაც სხვადასხვა საშუალებების მთელი სისტემებია იმისათვის, რომ წამოვიდეს წვიმა. შეიქმნას ღრუბლები და მთელი ეს საშუალებები მდებარეობს ხმელეთიდან 50 კილომეტრის სიმაღლეზე. ანუ ასე გამოდის, რომ მთელი ჩვენი მსოფლიოს მდინარეები შენიღბული მანეკენებია და შექმნილია ისე, რომ შთაბეჭდილება დაგვრჩეს. თითქოს და ეს მდინარეები არსებობს იმისათვის, რომ ჩვენ უზრუნველყოს დასალევი და საჭირო წყლებით. დასალევი წყლით ჩვენი მომარაგება ამ მდინარეებით არ ხდება. ასევე დედამიწაზე ბუნებაში წყლის მიმოქცევის სისტემების იმიტირება ხდება. ჩვენთან წვიმა რომელიმე კონკრეტული მდინარის თავზე ხომ არ ხდება? ან წვიმა ხო არა წვიმს ჩვენ რომელიმე კონკრეტული მდინარის თავზე მარტო რა? მდინარეში წვიმის ჩადინება ძალიან მცირე რაოდენობით ხდება. ჰაერზეც ასევე ანალოგიურად მოქმედებს. ისინი მუდმივად მხარს უჭერენ წნევის შენარჩუნებას ჩვენს ეგრეთ წოდებულ ტერარიუმში. 24 საათის განმავლობაში ჰაერის ვენტილაცია ხდება, ანუ ჩვენს დედამიწაზე რა. ან ის ვერსია რომ სადღაც ზღვაში წყალქვეშა იმის ოკეანეების ვითომ ოკეანეების წყლის ბინადრები გამოიმუშავებენ ჟანგბადს. ნუ ეგ არის ხახუნ როგორი სისულელე, იცით? აი რას მელაპარაკებთ. რატო ჩემო თახში არ გამოიმუშავებენ ჟანგბადს? ოკეანის ისინი და მცენარეები რაღაცა, მოგ სისულელია ეგ არა? ეგ არის შეიძლება რაღაც ერთი ბუშტიკი მთელი ოკეანეში თვითონ წყალმცენარეებმა თუ რაღაცა ზღვის ამ რაღაც რა ქვია იმას. მოლუსკები კი არა და რა ერქვა. ეს კლდეებზე რო ცოცხალი ორგანიზმებია და რაღაც დამოვიწოთ გათიშულმა ხატვინი. აი შეიძლება თითო ბუშტუკები გვინახავს ჩვენი ბუშტუკები რო ამბობთ. შეიძლება რაღაცას აწარმოებდეს, მაგრამ მთელი დედამიწის წყალმცენარეები და ოკეანის ცხოველებმა და ბინადრებმა და რაღაცებმა რო გამოიმუშავონ ჟანგბადი, ეგ არის წარმოუდგენელი რამე. ეს არის მთლიანად ხელოვნური სისტემა. 24 საათის განმავლობაში ჰაერის ვენტილაცია ხდება ჩვენს ტერარიუმში. ჰაერი ჩვენი ტერიტორიებიდან გაედინება და გარედან შემოედინება სრულიად ახალი და სუფთა ჰაერი. ეხლა ერთი ვიდეო მქონდა საქართველოში არის გადაღებული. ნუ იქ ერთ-ერთ ჩემ მეგობრებს მოგეთ ვიღაცები ვინც არიან ჯგუფში ჩაუგდე რა. უბრალოდ ეხლა დამეზარება იმის მოძებნა რა. მე თუ ნახეთ მოგეთ მაგას ვეცდები თუ ნახე, მაგრამ ძალიან ადრე მაგ დადებული. მოკლედ ეს სოფელში რომელიღაც იმერეთის თუ სადღაც სოფელში იყო, აი ესე გადაღებული, ესე კლდე იყო, რაღაც ნაპრალი იყო, სახლის უკან იყო კლდე რა, სოფელში რა. და აი ამ ნაპრალიდან ამოდიოდა ძალიან დიდი ნაკადის ჰაერი რა.
ეს ის კი არ არის, რომ გამოქვაბულში ყოფილვართ და რაღაცა რა სადღაც ქარმა დაუბერა ხეობა. არა, იმენა, აი რასაც ვთქვი, აგრეგატი რო აყენია აშკარად რაღაც ქვევით და ქვევიდან აკაჩავებს ჰაერს. ანუ აი ეს იყო ერთ-ერთი ლოკაცია, სადაც ჩვენს დედამიწაზე შემოედინება ჟანგბადი. ანუ იმიტომ რომ ჟანგბადი გალევადი პროცესია და ამის აღდგენას მხოლოდ ხეები ვერ ახორციელა, ვერ შეუძლებელია რა. და ესეთი ადგილი და ესეთი ლოკაცია თქვენ წარმოიდგინეთ ახლა რამდენი იქნება დედამიწაზე რა. ანუ ხელოვნურად მე ფაქტებით გესაუბრებთ, გამოგონილი რაღაცა, აი გეოგრაფიას რასაც გვასწავლეთ, ეს არის გამოგონილი. ახლა მიდევს ენციკლოპედია, მე გადავშალოთ კიდე ცალკე გადავალ მაგ თემებს და ანუ შემოდის ჟანგბადი, ანუ როდესაც ნახეთ, როდესაც ფენს რო ჩართავდა უბერავ, აი წარმოვიდგინეთ ძალიან დიდი ნაკადის ჰაერი ამოდიოდა, ეგ არის უკვე ქვევი და ხელოვნური პროცესი არის გაჩაღებული, შემოდის დედამიწის ტერარიუმში შემოდის ჟანგბადის ნაკადი, ანუ შემოდის ხელოვნურად შემოდის ჰაერი რა. ეს ერთ-ერთი ფაქტი იყო ეგეთი და ეხლა ეგეთი კლდე წარმოიდგინეთ მართლა კლდეებში და სადღაც ადგილებში, მეორდ ადგილებში რამდენი იქნება ეგეთი მაგას ეხლა რაღაცა სუპერმარკეტის გვერდზე კი არა მოგიშვებენ სადღაც კორპუსის გვერდზე. იგი ბუნებაში ისეთ ადგილზე იქნება ამოშვებული, ჩაშენებული და გამოდის ჰაერი, შენ რო ვერ წარმოიდგინე, ეგ ერთს მიაგდენს და არ ვიდეო იყო ეგ მაგ კი არა თქვის ვიდეო უბრალოდ იდო რა, მაგრამ ეგ მე დავასკვენი რომ იქიდან გამოდის რაღაცა უცნაური ადგილიაო, ჰაერი უბერავს და ცივი ჰაერიო და რაღაცა. ხო და ეგეთი რამდენი იქნება მოკლედ კიდევ რა. სუფთა ჰაერი შემოედება, ხდება წნევისა და კონცენტრაციის შენარჩუნება, რათა სიცოცხლე არ შეწყდეს დედამიწაზე. ყველა ხე, ბუჩქი, ცხოველი და თევზი შექმნილია ლაბორატორიაში. აქ იგულისხმება D2 ვერსია, ხო მე მგონი D2, ხო? ლაბორატორიაში არსობრივად ესენი გახლავთ თვითორგანიზებული, თვითგანვითარებული მექანიზმები, რომელიც შენიღბულია როგორც ბუნებრივი გარემო. მაგალითად, ყოველი ხე ფესვებით მიწაში ჩადის და იგი ზრდისა და განვითარებისთვის წყალს მოიხმარს. და წარმოიდგინეთ, რომ ხის შიგნით გადამუშავების პროცესში წყალი მყარ ნივთიერებად იქცევა. ფესვებიდან მხოლოდ წყლის გავლაა შესაძლებელი. იქ მყარი ნივთიერებები უბრალოდ ვერ გაივლიან. რა უნდა ვუქნათ თიხას ან მიწას ისეთი, რომ იგი ცოცხალ ხედ იქცეს? ეს თვითორგანიზებული კონსტრუქციაა, რომელიც თავის თავს არაფრისგან აშენებს. საუბარია ნებისმიერ ხესა და ნებისმიერ მზარდ მცენარეზე. ამასთანავე წყალს არ აქვს იმის ნიშნები, რომ სიმაღლეზე ადიოდეს. როგორ აედინება ხის შიგნით წყალი სიმაღლეზე, წყალი რჩება დაბლა. ეს ყველაფერი ლაბორატორიაში იქნა წარმოებული, თავიდან მათ თესლი შექმნეს. აი ესეა და ყველაზე საინტერესო შეკითხვა, როგორ შეიძლება, ნახეთ, აი როგორ შეიძლება ხდებოდეს, რომ ანუ ხე იკვებებოდეს წყლით, გარდა წყლისგან გარდაიქმნებოდეს მყარ ნივთიერება, მყარ მდგომარეობაში გადადიოდეს, ანუ ხე ხომ მოჭრი და ესე მყარია და ანუ მერე იწვებოდეს, ანუ ეს არის წარმოუდგენელი რაღაცა. არ რაღაცა ჩვენ არ გვეუბნებიან ბოლომდე რა. იმიტომ რომ წყალი გადაიქცევა მყარ ნივთიერებად და მერე იწვის. ანუ თვითონ სტიქიების დონეზე კი აღრევა არის, ანუ სიგიჟია რა. ანუ არ ჯდება არანაირი ლოგიკის კანონში რა. ამის თქვა მინდოდა. დაწერეთ კომენტარები, რა მოგეწონათ, რა არ მოგეწონათ და თუ რამეზე ისაუბრებთ, არგუმენტირებულად ისაუბრეთ. ჩვენ აქ სულ არგუმენტებით და ფაქტებით ვისაუბრეთ.